ყოვლის შემძლე და მოსიყვარულე მამაო, დღეს შენთან ღია და მინდობილი გულით მოვდივარ. წამს რომ შენინება ჩემთვის კეთილია და რომ გსურს, მაკურთხო სიცოცხლის სისავსით, მათ შორის ქორწინების წვენით. უფალო, სანამ სხვა ადამიანს ვთხოვ, საკუთარ თავს ვთხოვ. მოამზადე ჩემი გული ოჯახის დიდი წვენისა და მის მიერ მოტანილი პასუხისმგებლობის მისაღებად. განწმინდე შიშებისგან, ძველი წყენისგან, წარსული ჭრილობებისგან და ყველაფრისგან, რაც შეიძლება სუფთა და ძლიერი სიყვარულის დაბრკოლებად იქცეს. დამეხმარე განკურნებაში იმ ყველაფრისგან, რასაც ჩემში ვატარებ, რათა შევძლო ქორწინებაში შესვლა მთლიანი და ძლიერი. ვთხოვ სიბრძნეს რომ გავხდე ის ქალი, რომელიც შენ გინდოდა, მომთმენი, მოსიყვარულე, ერთგული და ძლიერი. მომაშორე ჩემი ხასიათიდან ეგოიზმი, ზედმეტი მოთხოვნები და სიამაყე, რომლებიც ინტიმურობას ანადგურებს. მასწავლე ვიყო ის, ვინც უსმენს, მხარს უჭერს, ჭეშმარიტად პატივს სცემს და აფასებს. დამეხმარე, ჩემი ღირებულება დავინახო არა ჩემს ურთიერთობის სტატუსში ან სხვა ადამიანების მოწონებაში, არამედ შენს უპირობო სიყვარულში ჩემს მიმართ. გამხადე სინათლის, სიმშვიდისა და შთაგონების წყარო, რათა ვინც არ უნდა მომცე, ჩემში იპოვოს ნუგეში, მხარდაჭერა და სიხარული და არა ტვირთი ან მარადიული საყვედური. მამაო, ლოცულობ იმ ადამიანისთვის, რომელიც შენ აირჩიე ჩემთვის. თუ ის უკვე აქ არის, გამიხილე თვალები რომ დავინახო და აღვიქვა მისი სათნოებები. თუ ის ჯერ კიდევ გზაშია, დაიცავი ბოროტებისგან და წარმართე. აკურთხე იგი დღესვე. და იყოს შენი ერთგული შვილი, რათა მისი გული, უპირველეს ყოვლისა, შენ გეკუთვნოდეს. ვთხოვ რომ იყოს რწმენის კაცი, მზად იყოს ჩვენი ოჯახის სიყვარულითა და პატივისცემით წარმართვისთვის. მიეცი მას გამბედაობა, პატიოსნება და ძლიერი სული. და იყოს პრინციპული კაცი, რომელიც პატივს სცემს თავის სიტყვას და ყოველთვის ისწრაფვის სამართლიანობისა და სიმართლისკენ. ავსე იგი სიკეთით, რათა შეძლოს პატიება და პასუხისმგებლობა აიღოს თავის გადაწყვეტილებებზე. დაიცავი იგი ამ ქვეყნიური ცდუნებებისგან, მარტოობისგან, სასოწარკვეთილებისა და სიამაყისგან. მიეცი მას ძალა, გაუძლოს პირად განსაცდელებს. შეინარჩუნე მისი სული ძლიერი და სუფთა, რათა გაიზარდოს რწმენასა და სიბრძნეში. მოამზადე იგი ქმრისა და მამის როლისთვის, ავსე მისი გული ქალების სიყვარულითა და პატივისცემით, რათა მან მე არა თავის საკუთრებად, არამედ შენგან მიღებულ საჩუქრად აღიქვას. უფალო, მე შენ გაძლევ ყველა ჩემს მოლოდინსა და გეგმას. მოაშორე ჩემი გულიდან ყოველგვარი მოუთმენლობა, მარტოობის შიში ან გრძნობა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. ვიცი რომ შენ არა ჩემი გრაფიკის მიხედვით მუშაობ, არამედ შენი იდეალური გრაფიკის მიხედვით. დამეხმარე გონივრულად გამოვიყენო ეს ლოდინის დრო, გავიზარდო, გემსახურო და შენი ძალით ავაშენო ჩემი ცხოვრება. მომეცი ძალა არ წავიდე კომპრომისზე, რაც შენინებისგან დამაშორებს და ტკივილამდე მიმიყვანს. მასწავლე რომ ისევე ვენდო შენს დუმილს, როგორც შენს ხმამაღალ პასუხს. სურს რომ ჩვენი კავშირი არა შემთხვევით შეხვედრაზე, ან ადამიანურ გათვლაზე, არამედ შენს ღვთაებრივ კურთხევაზე იყოს აგებული. გამაძლიერე ჩემი რწმენა, რომ შენი დიახ საჭირო დროს გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ნებისმიერი ახლა, რომლის შეთავაზებაც შემიძლია. დამეხმარე, არ ვიდარდო, არამედ ვირწმუნო. ვთხოვ, უფალო, დალოცო ჩვენი მომავალი სახლი. და ეს იყოს მშვიდობის ადგილი, თავშესაფარი გარესამყაროს აურზაურისგან და სიყვარულის სკოლა ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. და ჩვენი ოჯახი შენ სიტყვასა და ერთგულებაზე იყოს აშენებული, რათა ვერცერთმა ქარიშხალმა ან განსაცდელმა ვერ შეარყიოს იგი. ლოცულობ რომ ჩვენი სახლი ყოველთვის სიცილით იყოს სავსე, რომ პატიება და წყალობა სუფევდეს და რომ შენ მიერ მოცემული შვილები გაიზარდონ შენ დამიუპირობო სიყვარულისა და პატივისცემის ატმოსფეროში. დაგვეხმარე, ყოველთვის ჩვენი კავშირის ცენტრში დაგაყენოთ, რათა ჩვენი სიყვარული სხვებისადმი შენი სიყვარულის მაგალითად იქცეს. დალოცე ჩვენი ერთად მოგზაურობა, რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი მსახურებაში და ერთმანეთს შენთან უფრო ახლოს მივიყვანოთ. გმადლობთ, მამაო, რომ უკვე ისმენთ ამ ლოცვას. ჩემს ოცნებას შენს ხელში ვდებ და ჩემს მომავალ ოჯახს შენ განდობ. შენი ნება იყოს. ამინ.